მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ესე იგი, ქალბატონი სოფო ბიბილაშვილის ამბავმა ძალიან შემძრა. და მე ამ საკითხთან მინდა რამდენიმე კითხვა დავუსვა ბიოლოგაციას. თქვენ იცით, რომ ბიოლოგაცია არის ეს, რომელიც შინაგან ხმასთან გაბმევინებს კავშირს და გაწვდის ინფორმაციებს. ვინც არ იცით, რა ხდება სოფო ბიბილაშვილის თავს. მოგიყვებით მოკლედ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოვიდა. ეს არის ქალბატონი დუშეთის რაიონიდან, რომელმაც თავისი შვილი, 17 წლის შვილი, გურამი ლომისობაზე მოსალოცად გააგზავნა, გაუშვა. ამ დღის შემდეგ ამ ქალბატონს მისი ვაჟიშვილი აღარ უნახავს. თუმცა ნანუკას შოუში მიწვეულმა ქალბატონმა სოფომ განაცხადა, რომ მას უკავშირდებიან სტიქაროსნები სხვადასხვა ეპარქიიდან და ეუბნებიან, რომ მისი შვილი მათ ნანახი ყავთ. და არის ფაქტები, რომ ერთი იძახის, რომ ეს ბიჭი ჩემთან ხშირად სიგარეტს ითხოვდა, ეს ბიჭი როგორც ესე გურამი საბად წოდებული საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში როგორც ჩანს იმალება ან მალავე. მოდი გავარკვიოთ თუ რა საკითხი არის ამ ბიჭთან დაკავშირებით. მართლა მეწყერმა წაიღო ეს ბიჭი, როგორც ამბობენ ლომისობაში წასული ჯგუფის წევრები. მართლა გარდაიცვალა ეს ბიჭი და გაუჩინარდა იმ ღამით. თუ ცოცხალია და ეკლესიაში მოღვაწეობს. პირველ რიგში მინდა ქალბატონი სოფო ვანუგეშო და ვუთხრა, რომ მე შინაგანი ხმის მიუხედავად რომ ჯერ არ მიკითხავს ბიოლოგაციისთვის არაფერი, შინაგანი ხმის მიხედვით პირდაპირ პასუხი მეცემა, რომ ეს გურამი ცოცხალია. ძალიან გაუგნებული ვარ ამ თემით და კითხვები გამაჩნია, რომ თუ კი ის მართლაც ეკლესიაშია, რატომ ალავენ და რატომ ხომ ხედავენ, რომ 12 წელია დედა დაეძებს თავის შვილს, სთხოვს დუშეთის პოლიციას, რომ გამოიძიონ ეს საკითხი, გათხარონ ის მეწყერი, მისი ძვლები მაინც იპოვონ, რომ გქონდეს მას საფლავი, სადაც დაიტირებს თავის შვილს, მაგრამ არავინ პასუხს არსებს. მათ შორის ადვოკატი, რომელიც ამ საკითხს 12 წელია, 12 არა 10 წელია უკვე იძიებს, არც მას აქვს ქალბატონის სოფოსთვის რამე მანუგეშებელი სიტყვა. მე გაუგნებული ვარ ამ ფაქტით. საქართველოში არის პირდაპირ ჯოჯოხეთი მიმდინარეობს, რომ ქალბატონ მარტოდ ესეთ დარჩენ ქალბატონს, რომელსაც არავინ არ ეხმარება, კაციშვილი, ჯგუფის წევრები არ იძახიან სიმართლეს, იმიტომ რომ ამბობენ დავტოვეთ ქვაზე და ერთ-ერთი ბავშვის თანახმად ის ბიჭი, ანუ გურამი ამ ქვაზე არ უნახავს. ასე რომ მოდი გავიგოთ რაშია საქმე. დარჩა თუ არა გურამი ეკლესიაში ბერად, მორჩილად, დაიჭირეს, თუ რა მოხდა, გავიგოთ რა, გავიგოთ. ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება? ჯერჯერობით მე ქალბატონ სოფოს არ მივუსამძიმრებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვი არის ცოცხალი. დღეს უკვე ბიჭი, 30 წლის ბიჭი უნდა იყოს, 30 წლამდე ესე. და არ ვიცი, თვითონ რა მიზნები აქვს, რა გაუკეთეს ესეთი, რომ დაავიწყეს ყველაფერი. რომ არ უკავშირდება დედას. მოდი, აბა გავიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე, ქალბატონი ციმენტიაც იყო, მასთან მისულია იყვნენ ადგილზე ასული და ქალბატონმა მარიამ ციმენტიამ ასე განუცხადა, რომ ეს ბიჭი არის, წაიღო მეწყერმა, იქ რაღაცეები მოყვა, რაც მე ჩემთან აბსოლუტურად არ რეზონირდა. შეიძლება მოხდა ერთ დროს რამე მსგავსი და მარიამმა ეს სურათები უბრალოდ ერთმანეთში აურია. არ ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი არის ცოცხალი რა.
პირველ რიგში მინდა ნებართვა ვითხოვო, თუ მაქვს თუ არა უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დავსვა. კი, მაქვს უფლება. ესე იგი, გურამი 17 წლის გურამი, რომელიც ლომისობის ეკლესიაზე მოსალოდსად წავიდა ჯგუფთან ერთად, რომელიც გაუჩინარდა და მას მერე დედას არ უნახავს, არის თუ არა ის ცოცხალი, ფიზიკურად ცოცხალი დღეს. კი, ფიზიკურად ცოცხალია გურამი. როგორც შემაშინა განმახმა მიგანახა, დადასტურდა, რომ გურამი ცოცხალია. კარგი, მაშინ კითხვა მაქვს, რატომ იტყუებიან ეს ჯგუფის წევრები? მოხდა იქ რაღაც გაუგებრობა, რის გამოც ჯგუფის წევრებს ჩამოართვეს სიტყვა, რომ არ იტყოდნენ ამაზე არაფერს? ნაწილობრივ მოხდა ასეთი რამ, ჩარეული არის აქ სამოციქულო ეკლესიის ხელი? კი. სამოციქულო ეკლესიამ გურამი დაიტოვა თავისთან? არა. სამოციქულო ეკლესიამ გურამი მოიტაცა? სამოციქულო ეკლესიამ გურამი მოიტაცა. არის გურამი ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც დაავიწყეს მისი წარსული? კი. მას დაავიწყეს მისი წარსული. რა ხერხებით დაავიწყეს მას მისი წარსული? რაიმე მედიკამენტოზური ჩარევით? ნაწილობრივ. ხალხო, აი დედას ფიცა ვარ, გუშინ ნახე ხილვა რა. რაღაცას მასუნთქებდნენ და ვყვიროდი, რომ მეთქი მიშველეთ თქო და ხალხი იდგა, იქაც იდგა, მეზობლებიც ხედავდნენ, არავინ არ მშველოდა და ეს ხალხი, აი, რომელიც პირდაპირ იმას შვებოდი რა, ვებრძოდი ამ ხალხს, მეთქი ძალს ისინი ძალს მე თან არ ვსუნთქავდი, თან ესენი მადერდნენ რაღაცა, არ ვიცი რა იყო, რაღაც სუნი ქონდა ამას და საბოლოო ჯამში მეც დავკარგე ძალა და მე რა მოხდა არ ვიცი, გამომეღვიძა და როგორც ჩანს აქ ესეთი რაღაც მოხდა. ღამით თვალი დაადგეს გურამს და შემდეგ ის გაიტაცეს? კი, გურამი გაიტაცეს, მეგობრო, დღეს გურამმა იცის, რომ დედა ეძებს მას? არ იცის. საერთოდ მგონი არც ახსოვს წარსული. გურამს ახსოვს მისი წარსული, დედა ახსოვს რომ ყავს საერთოდ? არა. გურამმა არაფერი აღარ იცის მისი წარსულიდან, რა გაუკეთეს ესეთი რეალურად ალბათ სავარაუდოდ აქ ჯადოქრული ჩხიბაობაც გამოიყენეს, ანუ გურამი ჯადოქრობის ქვეშ არის? კი. მე ქალბატონი სოფიამ ნახე Facebook-ზე, აუცილებლად დაუკავშირდები მას და გადავცემ ამ ვიდეოს, როგორც ჩანს სამოციქულო ეკლესიაში მიმდინარეობს უდიდესი ტრეფიკინგი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ტრეფიკინგი მიმდინარეობს მსგავსი თემებით? კი. ხალხო, ვისაც შვილი ყავთ დაკარგული, ეძებეთ აუცილებლად სასულიერო პირებთან, სად ყავთ გადამალული, რომელ მორჩილებაში და რა ხდება საერთოდ. როგორც ჩანს, აქ ადამიანებს იტაცებენ ჯადოქრული ზემოქმედებით, შემდეგ არ ვიცი რას უკეთებენ მათ, ავიწყებენ თავიანთ წარსულს. საერთოდ ანუ ესენი არიან უკვე დატყვევებული ხალხი, რომელთაც არ იციან რატომ მოხვდნენ ეკლესიაში?
კი, ხალხო. ამ ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც აიყვანეს გურამი ლომისობაზე, იციან ეს ამბავი? არ იციან. მოიტაცეს. როგორც ჩანს, ის როგორც ჩანს მოიტაცეს. ეხლა რაც შეეხება რატო იტაცებენ და რატო სჭირდებათ ესეთი ვაჟკაცები, აი ულამაზესი ბავშვია, როგორც სურათზე ვხედავ. რატომ სჭირდებათ? ერთ-ერთი ოსტეოპატის თანახმად, მასთან ახალგაზრდა ბიჭი მისული, რომელიც მკურნალობა ესაჭიროებოდა მას 17 წლის ახალგაზრდა ულამაზეს ბიჭს. მეგობრებო, ეხლა ისეთ რაღაცას გეტყვით, ბავშვები მოაშორეთ ეკრანებიდან თუ გყავთ რა. საშინელებები მესმის, ესეთი რაღაცეები, რაც აი მე ცხოვრებაში თუ ჯოჯოხეთი სადმე მინახავს, არის ეს ამბები, რასაც მე ვიგებ რა. ოსტეოპატი არ დავასახელებ მის სახელს და გვარს და მეუბნება, რომ 17 წლის ბიჭი, რომელიც მოდის ჩემთან განკურნებისთვის და მე უკვე ვიცი, საიდან არის გამოწვეული ეს პრობლემები, იქ უკვე ფაქტის სახეზეა, რაც ხდება სამოციქულო ეკლესიაში. ბიჭები, ახალგაზრდა ულამაზესი ბიჭები, მათ არ სჭირდებათ მორჩილებად, მათ სჭირდებათ ქალებად. ხალხო, მე არ მინდა ხა ქალბატონ სოფოს უთხრა, რომ ეს ასია, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი ბიჭი ყავთ ჩაჭერილი რაღაცით, რომელსაც თვალი დაადგეს. ვინებმა მღვდლებმა. რომელმა მღვდლებმა, მამად მავალმა მღვდლებმა. მოდი აბა ვნახოთ ახლა. ქალბატონი სოფოს შვილი გურამი არის თუ არა მსგავსი საკითხის მსხვერპლი, რომ მამაო თვალი დაადგა რაღაცა მიზნებისთვის. არა, გილოცავთ ქალბატონო სოფია, ესე იგი ეს ამ შემთხვევაში თქვენი ბიჭის შემთხვევაში ეს არ იყო ის მიზანი, რომ მისთვის რაღაცა სხვა მხრივ შეეხედათ, არამედ რა დაინახეს ამ ადამიანში. რა დაინახეს, რაღაცა დიდი ძალა დაინახეს ამ ადამიანში და ამის მიზნით დაიჭირეს ის თავისთან? კი, როგორც ჩანს, ესე იგი, როგორც ჩანს, ისინი ხედავენ დიდი ძალის პატრონებს და ტყვეობაში ამყოფებენ. ქალბატონო სოფია, მე არ ვიცი ხა თქვენი გვარის ისტორია, თქვენი შვილის გვარის ისტორია. როგორც ჩანს, ის არის ძლიერი გვარის წარმომადგენელი. ეს ჩანს, ამას ხედავენ როგორც მამაოები, ისე ჩვენაირი სულიერებაში და ეზოთერიკაში ჩახედული ხალხი ამას ხედავს. რა თქმა უნდა, ამიტომაც ის ნათელი, რომელიც მოკლებული აქვს ეკლესიას, ასეთი ხალხის მიერ ივსება. რატომ დაიჭირეს ის და რატომ არაჩვენებენ დედას? ფიქრობენ, რომ მისი ადგილი ეკლესიაშია? კი. არის გურამი საფრთხეში მათთან. ნაწილობრივ არა. მოკლედ, მაშინ კითხვა მაქვს. უნდა გურამის იქ ყოფნა, სადაც ეხლა არის? ნაწილობრივ არა. მოითხოვს გურამის სული საქმის გარკვევას გრძნობს შინაგანად, რომ რაღაცა არასწორად ხდება? ნაწილობრივ გურამი გრძნობს, რომ რაღაცა ვერ ხდება ისე ანუ მისი ქვეცნობიერი ჯერ კიდევ ჯანმრთელია, იხსენებს, რომ აქ რაღაცა ხდება ისე, რომ მე არ ვიცი. რაღაცა მოხდა ისეთი, რომ გურამი არ იცის, რატო არის იქ, მაგრამ იცის, რომ იქ არის, სადაც არის.
თუმცა საფრთხე ანუ საფრთხეში არ არის, ის არ არის ტრეფიკინგის მსხვერპლია, მაგრამ არ არის ეს მასზე ძალადობენ? გურამიზე ძალადობენ? არა. გურამიზე არ ძალადობენ. გურამი უნდათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ? კი. როგორც ჩანს, სამოციქულო ეკლესია ასეთ ხალხს, როგორც თავის აგენტებად, ისე ზრდის. ქალბატონო სოფია გილოცავთ, თქვენი შვილი არის ცოცხალი და არის ისეთ დღეში, რომ მას უბრალოდ არ ახსოვს, რატომ არის იქ. არ ახსოვს, რომ დედა ყავს საერთოდ, თორე თვითონ მოგძებნიდათ. რაღაცა ზეგავლენის ქვეშ არის და აუცილებლად ეძებეთ საპატრიარქოში ეს პირი. რა თქმა უნდა, თქვენ რომ გამოჩნდებით, იქ ყოველთვის დამალავენ ამ ადამიანს, არ გამოუშვებენ, არ გამოაჩენენ, იმიტომ რომ მე ვიცი მონასტრებში როგორ ხდება, თუ სტიქაროსანს ან მორჩილს არ უთხრა წინამძღვარმა, რომ ეხლა გადი ან ეხლა უნდა იყო, უბრალოდ თუ უთხრა რომ დღეს სახში იქნებ და არ გამოხვალ, ან ეხლა საერთოდ არ გამოჩნდები, მას უფლება არ აქვს რომ გამოჩნდეს სადმე. ასე რომ თქვენი გამოჩენით მას ვერ იპოვით. მაგრამ მე მაქვს ერთი შემოთავაზება, რომ თუ კი თქვენ ნათესავები, მეგობრები, ან ვინმე პირები გაგაჩნიათ, რომლებიც შეიცნობენ ამ თქვენს შვილს 10 წლის შემდეგაც კი, აუცილებლად მისი სახელით უნდა ეძებოთ, მისი სახით უნდა ეძებოთ და არავითარ შემთხვევაში მისი სახელით არ ეძებოთ, რომ თქვენ ეძებთ გურამს, ან ვინმე სტიქაროსანი გურამი ხომ არ არის აქ. არა. თქვენ უნდა ეძებოთ ძალიან გონივრულად, ისე რომ ვერც თქვენ გიცნონ და თან საერთოდ აზრზე ვერ მოვიდნენ, რომ იქ არის ვინმე გურამი. პირადად მე მყავს ერთ-ერთი ასეთი აგენტი, დაზომბირებული პირი ნანახი, თქვენი შვილის მსგავსი კი არა, უბრალოდ მე ვამბობ ფიგურებზე, რომლებიც მორჩილად არიან ბეთანის ეკლესიაში, რომელიც პირი არის აბსოლუტურად სულ მოპარულია. ის არის უკვე მხოლოდ ჟანდარმერია, მეტი არაფერი არის. ჟანდარმერია რას ნიშნავს? დაპროგრამებული რობოტი, რომელიც ადამიანური ენით რომ ელაპარაკო, ვერ იგებს ვერაფერს, გიყურებს ესეთი ეს თვალებით, რომელიც არის აბსოლუტურად გამოცხარიელებული. როდესაც მე სურათს ვიღებდი ბეთანის ეკლესიაში თამარ მეფის ფრესკაზე, ხელები დამამტვრია, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე არ გადამეღო სურათი. ოღონდ ტიპი იყო უემოციო, ის არანაირ ემოციას არ აჩვენებდა, ის იყო როგორც რობოტი, ზომბი და დადიოდა როგორც ზომბი. ჩვენ დავაკვირდით, მე და ის პირები, რომლებიც იქ ვიყავით, დავაკვირდით ამ პიროვნებას, რომ რაღაცა უცნაურობა შევამჩნიეთ ამ ბიჭს. ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომ ის არ დადიოდა ნორმალურად, არ იყო თავის თავში, კითხვას უსვავდით და ვერ იგებდა რა კითხვას უსვავდით. არადა არ იყო უნარშეზღუდული ადამიანი და ვერ გავიგეთ იმ პერიოდში თუ რა სჭირდა ამ ადამიანს. ეხლა მე უკვე მესმის, რომ აკეთებენ მათზე ზეგავლენებს, ანუ ჯადოქრულ ჩარევებს აკეთებენ და როგორც ჩანს წამალსაც რაიმე სახის მედიკამენტოზურ ჩარევასაც აკეთებენ რა ასეთ ადამიანებს. აი ქალბატონი ნუგეში მიყურებს ახლა და ნუგეშიც დამეთანხმება, რომ ჩვენ როდესაც ბეთანიაზე ეკლესიაზე ვიყავით, იქ ვნახეთ მორჩილი, რომელიც აბსოლუტურად სულგაყიდული იყო, საერთოდ ვერ აზროვნებდა და ვერ გრძნობდა, თუ რას ვეკითხებოდით. დადიოდა, აგროვებდა ყვავილებს და როდესაც რაღაცა ვკითხეთ, შემოგხედავდა და მე მეკითხებით, იქ არავინ არ იდგა სხვა. ანუ ტიპები ყავთ გამოშტერებული რა, გამოშტერებული ყავთ. ამიტომ მე ქალბატონ სოფოს პირდაპირ ვეუბნები, რომ ეძებოს მისი შვილი აუცილებლად ჩუმად. ჩუმად ეძებოს, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც გადამალული მონასტრებია. უფრო კარგი იქნება თუ მამაკაცები მივლენ საძებრად. იმიტომ რომ ქალებთან მორჩილები და ესეთი ხალხი ნაკლებად გამოდის. ხო და არ ვიცი, ძალიან საშინელებები ხდება. მოდი, აბა გავარკვიეთ. გიორგი მორჩილად ყავთ აღკვეცილი?
გურამი უпростоრად მორჩილად ყავთ აღკვეცილი? ნაწილობრივ კი. თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიძებნება გურამი? არა, თბილისთან ახლოს არის რომელიმე მონასტერში გურამი? კი, თბილისთან ახლო მონასტრებში ეძებეთ გურამი. ეხლა მე კიდევ ერთი რჩევა ქალბატონო სოფია თქვენთან, აუცილებლად ილოცეთ ესეთი აიღეთ ლოცვა, რომელიც მოხსნის თქვენს შვილს ჯადოს. და ზემოქმედებიდან იხსნის, რომ თვითონვე გაახსენდეს რა მოხდა და თვითონვე მოინდომოს წამოსვლად სახლში. ეხლა რაც შეეხება თუ ვისთან მიხვიდეთ, ციმენტიასთან ნამდვილად არ უნდა მიხვიდეთ, იმიტომ რომ ციმენტია ეგეც აკითხებს არ იძიებს, აი როგორც ხედავთ, ციმენტიებს სხვა რაღაც დაინახა. აუცილებლად მიდით სანდო პირთან, რომელიც მოგცემთ ისეთ ლოცვას, რომელ ლოცვას სადაც შეუძლია და შეძლებს რომელი ლოცვაც შეაძლებინებს თქვენს შვილს, რომ გაახსენდეს, მეხსიერება აღიდგინოს. ქალბატონი ციმენტია არ ძალიან გული დამწყდა, რომ თქვენ მოგატყუათ ქალბატონმა ციმენტიამ რა. მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმასაც, რომ მან მოიტყუა, როგორც ჩანს, მან ესე დაინახა. ანუ მან კიდევ ახსენა ქალბატონო ციმენტიამ, რომ აქ კიდევ სხვა ბავშვის გვამიც არისო. როგორც ჩანს, მან დაინახა იმ ბავშვის გვამი, რა მოუვიდა იმ ბავშვს. და ეგონა, რომ იყო თქვენი შვილი. ანუ ასე მთლადაც ვერ ვიტყვი, რომ მარიამ ციმენტიამ მოგატყუათ თქვენ. შეიძლება არ მოგატყუათ, მან ესე დაინახა და ის გითხრათ, რაც დაინახა. მე ახლა რასაც გეუბნებით ამ ბიოლოკაციების მეშვეობით, ხომ? წარმოიდგინეთ, რომ ჯერ ამ ბიოლოკაციას არ გაუცრუები ვარ, ანუ ამის ტყუილი მე ისეთი რაღაცები მაპოვნინა, რომ არ ვიცი. ასე რომ ჩემო საყვარლებო, ყველას გთხოვთ, რომ აი ქალბატონი სოფიას შვილის სურათი აიღოთ და შეიძლება კიდევაც ხელოვნურ ინტელექტს გამოვათვლევინოთ, დღეს როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ბიჭი და ყველამ ვეძებოთ. მე ახლა ნამდვილად ამ საკითხს გავარკვევ, ანუ დავუკვირდები ამ ბიჭის სურათს და ყველას ვთხოვ, რომ აი ჩემს ნაცნობებს, ვინც კი მყავს ნაცნობები, ვთხოვ, რომ იქნებ გადაიკითხონ, იკითხონ უფრო სწორად მონასტრებში და ასეთი მსგავსი ამბები თუ სადმე გაუგიათ, იქნებ და ვიპოვოთ გურამი. გურამის ამბავი მხოლოდ გასაიდუმლოებულმა პირებმა იციან თუ სრულიად ეკლესიამ იცის. ხო, კითხვა არის ასეთი. გურამის ამბავი მხოლოდ გასაიდუმლოებულმა პირებმა იციან ეკლესიაში? კი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ის პირები, რომლებიც ტიკაროსნები, რომლებიც ქალბატონ სოფიას უკავშირდებიან, მათ გონიათ, რომ აი ეს მისი შვილია და ცუც არაფერს არ იზავენ თუ კი სოფიას დაუკავშირდებიან და ამის შემდეგ ამ სტიკაროსნებზე, როდესაც სოფიას წინაშე ეუბნება და პოლიციის წინაშე ეუბნება ეს ბიჭი, რომ კი, ჩემთან ყიდულობდა ეს ბიჭი სიგარეტს მთხოვდა ეს ბიჭი, ამ შემთხვევაში მღვდელი ერთვება და ეუბნება, რომ ეს ცოტა ვერ არის, სვავს და შეიძლება მოელანდა. შეიძლება რომ ორი საკითხი, ორმა სტიკაროსანმა, ორ სტიკაროსაც მოელანდოს, ან ორი სტიკაროსანი ვერ იყოს თავის შკუაზე? ეგეთი რაღაც არ ანუ თქვენ ქალბატონო სოფია რა, თუ კი დაგიკავშირდებიან, აწი სხვანაირად მოიქეცით ისე რომ ჩუმად სხვა მივიდეს და თქვენ კი არა. სხვა მივიდეს იმ ადგილზე და მოძებნოს ეს ბიჭი. და მე კიდევ ვთხოვ სტიკაროსნებს, რომ თუ კი მათ ყავთ გურამი ნანახი, დაუკავშირდნენ ქალბატონ სოფიას. გურამის სურათი აი მოიცადე აბა ვნახო, თუ მაქვს აქ. რომელიღაცაში უნდა იყოს. აი გურამი არის ეს.
მხოლოდ ესეთი სურათი მაქვს. ხო, ანუ სოციალურ სფეროში ახლა ამის სურათი გაჟღერდება და მოიძიეთ ძალიან გთხოვთ რა გურამის საკითხი საშინელი სამშობლოდ დაწყებულია ხალხო და აი უკვე მივდივართ აი უძლიერესი ადგილებიდან სვანეთიდან ეხლა ლომისობის საკითხი გამოსკდა და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს გავიგებთ კიდე საქართველოში თუ რა ჯოჯოხეთი ხდება და ხდებოდა ქალბატონი კადრის მიღმა დაუსვით შეკითხვა მაგ მოწყობილობას რომელიც ტაძარში შეიძლება რომ იყოს და პასუხს თუ მიიღებ გააჟღერო ოღონდ არ დაასახელო უბრალოდ გვითხარი რუსიკო იცი რამდენი მონასტერია რომ დავდგე და ჩამოვთვალო ეს მონასტრები ალბათ 100 წელი არ მეყოფა მაგისთვის ამიტომ ქალბატონ სოფიას მე ვთხოვ რომ თავის ინტუიციას მიენდოს აუცილებლად გაუმხელენ მას ზეციური ძალები თუ რომელ მონასტერში უნდა ეძებოს შინაგანში იმოგზაუროს მას ეხლა ნახე დაბნეულობა აქვს ზოგმა ისუთხრა ზოგმა უთხრა მკვდარიაო ზოგმა უთხრა ესე და ესეო და ამიტომ ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით ესე უნდა იფიქროს ქალბატონო სოფიამ რომ ცოცხალია და სად ვეძებო ეს კითხვა დასვა ზეციურ სამყაროსთან აუცილებლად გამოუჩენენ მას და კიდევ ლოცვა სწორი ლოცვა რომ ის დაუბრუნონ თავის შვილს დაუბრუნონ უკან ყველა ძალებს სთხოვოს ყველა ანგელოზებს ყველა მფარველ ანგელოზებს თვითონ ამ გურამის ან მფარველ ანგელოზებს ევედროს სახში საკუთარ სახში და სთხოვოს საკუთარი ენით საკუთარი შინაგანი ხმით რომ გურამის დაუბრუნონ მეხსიერება და თუ კი გურამის მეხსიერება დაუბრუნდა ის აუცილებლად თავს იხსნის როგორც ძლიერი სულის პატრონია იმიტომ მიიტაცეს აუცილებლად თავს დაიხსნის მოახერხებს თავის დახსნას და იმაზეც ილოცოს ქალბატონმა სოფიამ რომ თავის დახსნაში დაეხმარონ მფარველი ანგელოზები ბევრი მფარველი ანგელოზი ყავს როგორც ჩანს მას ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოგდის ხალხო გამოვშტერდი ისეთი რაღაცები მესმის უკვე რომ აი არ ვიცი ვიცინო ვიტირო თუ გავგიჟდე აღარ ვიცი რა აი ესეთი საოცარი ამბები ეპშტაინის ფაილები მიმიქარავს არ ვიცი რა არის ეს არის საშინელება და საშინელება მაგათ ეგრე იციან მეტმა წირმა ოელია კითხულობს როგორ ლამაზი თვალები აქვს ხო მაგათმა თვალებში ამოიკითხეს ეგ რომ ძალიან ძლიერი სულია და გურამი შეძლებს თავის დახსნას კი ნაწილობრივ შეძლებს ანუ ესე იგი ქალბატონმა სოფიამ უნდა ეძებოს გურამი კი უნდა ეძებოს გურამი ანუ მისი ლოცვა შეაძლებინებს გურამის თავის დახსნას არაფერს არ მეუბნება ამ შემთხვევაში ალბათ იმაზეა დამოკიდებული თქვენ რამდენად ირწმუნებთ თქვენ უნდა ირწმუნოთ და დარწმუნებული იყოთ 100% დარწმუნებული იყავით რომ თქვენი შვილი არის ცოცხალი და ის სტიქაროსნები რომლებიც დაგიკავშირდნენ არ მოუტყუებიათ თქვენთვის იმათ სტიქაროსნები რომლებიც დაუკავშირდნენ ქალბატონ სოფიას სოფიას შვილზე გურამიზე ქონდათ მართლაც საუბარი კი მღვდლები რომლებიც მათ აბრალებდნენ ან ალკოჰოლიკობას ან კიდე ფსიქიკურ შეშლილობას იტყუებოდნენ კი სტიქაროსნად არ აიყვანენ ესეთ ხალხს ხალხო მე გეუბნებით მაგას რა რომ რამდენ საიდუმლოს აიხდება ეხლა ფარდა
მე მოხარული ვარ ქალბატონი სოფიას ნუგეში კი არა და სწორი მიმართულების მიცემა რომ შემძლებოდა, ხო, რაც შემეძლო ის გავაკეთე და ვფიქრობ რომ ქალბატონმა სოფიამ აღარ უნდა იდარდოს თავისი შვილის სიკვდილი, ეს უკვე მცდარი ენერგიის ხარჯვაა. ქალბატონმა სოფიამ უკვე უნდა თავისი ყველა ენერგია და ყველა გონება უნდა მიმართოს იმისაკენ, რომ ზეციურმა ძალებმა მისი შვილი ცოცხლად აპოვნინონ, რომელ მონასტერში მოღვაწეობს. ეს არის მთავარი მიზანი. თქვენი შვილი არ არის საფრთხეში, თქვენი შვილი უბრალოდ მოიტაცეს იმის მიზნით, რომ მას აქვს მაღალი ძალები, ანუ დიდი ძალების პატრონია და ეს დიდი ძალები მიიტაცეს როგორც ჩანს იმ მღვდლებმა, ლომისობის საერთოდ იქიდან დაიწყეთ გამოძიება ლომისობაში, მაშინ რომელი ეპარქიიდან იყვნენ იქ მღვდლები და შემდეგ მათ ვისთან აქვთ კონტაქტები და მეუფე შიო, როგორც ჩანს, ის გამოარკვევით, რომელ მეუფე შიოზე გესაუბრებოდათ ის ბიჭი ნიკა და იმ მეუფე შიოს მიხედვით მიყევით მაგ საკითხს. არ უთხრათ ოღონდ რომ თქვენ ეხლა მეუფე შიოს დაეძებთ ან გამოარკვევით რომელ მეუფე შიოზე იყო საუბარი. მეუფე შიო ბევრი არ არის. ერთი არის ეხლანდელი პატრიარქი და მეორე არ ვიცი მე საერთოდ მეუფე შიო თუ არის ვინმე. მე მაგას ვიკითხავ ჩემ ძმასთანაც ვიკითხავ, გავარკვევ მაგ საკითხებს. 2000 თქვენ რომელ წელს იყავით ნიკამ რომელ წელს დაგიკავშირდათ და მაგ დროს ვინ იყო მეუფე შიო, მაგას გავიგებ. ასე რომ ჩემო კარგებო რეები მესმის არ ვიცი რა, გაოგნებული ვარ, ხალხო, ეს რა ხდება? ეს რა სულების მიტაცება ხდება? წარმოგიდგენიათ თქვენ დედას 12 წელი ატირებენ და ესენი მართლმადიდებლური 60 ქულო ეკლესიას უწოდებენ თავის თავს. ესენი არ ვიცი რა, მე იმასაც გირჩევთ ქალბატონო სოფია, თქვენ თუ დაინახეთ თქვენი შვილი ცოცხალი და მხოლოდ იმიტომ რომ დარწმუნდეთ რომ ცოცხალია, არ გააცხადოთ ხმა მაღლა, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენი შვილი მოკლა. იმის გამო რომ არ გასკდეს ეს ამბავი. ამიტომ თქვენ ისევ და ისევ მთავარია რომ გაიგოთ რომ თქვენი შვილი ცოცხალია და არაფერი აღარ თქვათ. შემორჩა იქ დამთავრდა ეგ საკითხი. ჩვენ ყველამ უკვე ვიცით რაც ხდება ეკლესიაში. თუ გინდა მე მომაწერონ რომ მე ვარ გიჟი და მე ვილაპარაკე სიგიჟეები, რადგან თქვენი შვილი ცოცხალი დარჩეს. მართლა გეუბნებით, არც მაგაზე არ მეწყინება, არც ეგ არ მეწყინება, იმის გამო რომ ამხელა სულის პატრონი, იმიტომ არ მოკლანონ, თვითონ არ გამშხამდნენ რა ხდება ეკლესიაში კედლების ფარდების მიღმა. მე მიხარია პირადად რომ ეს ამბავი გამოვიძიეთ ეხლა და მიხარია რომ ცოცხალია, თქვენი შინაგანი ამას გრძნობდა რომ ცოცხალია და რაღაც არ არის. ისე არ არის, იმიტომ რომ თქვენი შვილი რომ მკვდარი იყოს, გარდაცვლილი რომ იყოს, 12 წელი თქვენ დაიტირებდით და 2-3 წლის მერე გააგრძელებთ თქვენ ცხოვრებას, მაგრამ თქვენი შინაგანი გეუბნებათ დედის უჯრედები შვილის უჯრედებთან არის კავშირში. თქვენი უჯრედები არ განებებთ ამას. პირდაპირ, იმიტომ რომ გეუბნებათ შინაგანად რომ ცოცხალი ვარ, არა ვარ მკვდარი. და ამიტომაც თქვენ განიცდით დღემდე 12 წლის ამბავია ეს და მაინც იგივენაირად განიცდით, იმიტომ რომ ეს არის დედის ინსტინქტი. თქვენ გრძნობთ შინაგანად რომ თქვენი შვილი არის ცოცხალი. ის წარმოდგენები თქვენაც გაიაზრეთ, როგორ წაიღო მეწყერმა ბიჭი. მეწყერსო წაიღო ბიჭი იმ დღესვე იტყოდნენ და გაცხადდებოდა ტელევიზიით. რა არის მაგაში დასამალი, რომ მეწყერმა წაგვართვა ბავშვი, ხო? არაფერი დასამალი მანდ არ არის. უბრალოდ ამ ჯგუფმა ვერ გაიგო სად არის ეს ბიჭი და ბოლოს წამოვიდა იქიდან, იმიტომ რომ ეთყობა სხვებიც უკვე შეეშინდათ, რომ სხვებიც არ დაკარგული იყვნენ. სხვა ბავშვებიც არ დაკარგული იყვნენ და წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე რაღაცა მოხდა, როგორც ჩანს მან ააფაროს სახეზე, დააკარგვინეს გონება, ამიტომ ხმას ვეღარ სცემდა, როდესაც ეძებდნენ. იმიტომ ვნახე მე გუშინ
ხილვაში ასეთი მსგავსი რამ. ხმას აღარ სცემდნენ, როცა უყვიროდნენ მის სახელს და ამიტომაც იფიქრეს, რომ სადღაც წასულიყო, წამოვიდნენ სახლში. მერე უკვე ეს უკვე დანაშაულია და ვეღარაფერი ვერ გაიგეს, აღიარეს, რომ რაც იყო ის მოყვეს, პრინციპში რაც იყო ის მოყვნენ რა. ქვაზე დამჯდარი ის ორი გოგო, ვისაც უთხრა რომ არ დამტოვოთ და მეშინიაო, ხო? საკითხავია რატო დაჯდა ქვაზე? ანუ შეუძლოდ გახდა? შესაძლებელია მართლაც შეუძლოდ გახდა, იმიტომ რომ უკვე რაღაც ზემოქმედება დაიწყეს მასზე და ერთი ის იკითხეთ, რომ იქ ბერები იყვნენ? იქ როდესაც ავიდნენ ის ჯგუფი, იმ დღეს ბერები იყვნენ, ან მღვდლები იყვნენ იქ და ვინ იყვნენ ის გამოიციეთ კიდე. ვახ, ეს რაები ხდება ახლა, ხო? აუცილებლად მოძებნეთ ეს ბიჭი რა. ძალიან თქოთ, ყველას გთხოვთ მე, რომ მარტო ქალბატონი სოფიას ამბავი არ არის, ეს სრულიად საქართველოს ამბავია და ასეთი მსგავსი ისტორიები შეიძლება იმდენია, რომ ხალხამდე უბრალოდ არ მოვიდა და ყველამ ვეძებოთ ეს ბიჭები. და ყველამ გამოვიძიოთ, ეჭვის თვალით შევხედოთ ამ ახალგაზრდა სიქაროსნებს, ვისაც კი ვნახავთ უცნაურ მდგომარეობაში. აი მაგალითად მე როგორც ვნახე ბეთანის ეკლესიაში ის მორჩილი, რომელმაც არც იცოდა ვის ელაპარაკებოდა, ესე დადიოდა აშკარად ზემოქმედების ქვეშ იყო რა. ეტყობოდა რომ ზემოქმედების ქვეშ იყო, არა მედიკამენტოზური, არამედ სხვა რაღაცა ზემოქმედების ქვეშ იყო, რომელიც თიშავდა პირდაპირ სამყაროსგან, აზროვნებისგან თიშავდა. ასე რომ რა ვიცი რა, ძალიან საშიში მდგომარეობაში ვართ ახლა. ბერებო, გთხოვთ რომ გადაიკითხოთ და დედას დაუბრუნოთ შვილი. ახლა ყველამ ხო არ იცის ეს ამბავი, მხოლოდ გასაიდუმლოებულმა პირებმა იციან და ვისაც გურამი გინახავთ, ხო? ძალიან გთხოვთ ჩაერიეთ ამ საკითხში და მოაგვარეთ ეს ისე, რომ არ გამოსკდეს თქვენი სიბინძურე გარეთ რა. ხო და ამიტომ რა ვიცი, ერთად ვეძებოთ ყველა სამართალი. გაკოცეთ, ახლა გემშვიდობებით მე ვეცდები, რომ ქალბატონ სოფიას დაუკავშირდე პირადშიც. კარგად იყავით.